ყველას საფეხბურთო სალამი. დიდხნიანი პაუზის შემდეგ იბრუნდებით უცხელესი საფეხბურთო სიახლეებით. ქუჩა კვარაცხელიას დიდი ინტერვიუ. ქართველი ვარსკვლავის სიტყვებმა დიდი ყურადღება მიიპყრო. ახალი ცნობები ინგლისიდან. გიორგი მამარდაშვილის მდგომარეობა ლივერპულში. ხოლო გიორგი მიქაუტაძემ ტურის საუკეთესო გოლი გაიტანა. დაგვიფასა შრომა, აუცილებლად მოიწონე ვიდეო და გამოიწერე არხი. ეს წაგართმევს მაქსიმუმ 10 წამს, ჩვენ კი ძალიან დაგვეხმარები. ჩვენი მიზანია ამ ვიდეოზე 1500 მოწონებაზე ავიდეთ. მადლობა შენ, თუ ჩემი ეს ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინა. ახლა კი დავიწყოთ. ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა ლეეკვიპმა ლიგა 1-ის 31 ტურის შეაფასა და საუკეთესო გოლის გამოსავლინებლად გამოკითხვა დაიწყო. ნომინანტთა შორის ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა და ლეეკვიპმა გიორგი მიქაუტაძე გამოარჩია. მეორე მარგალიტი ლიონისა და რენის შეხვედრიდან კომბინაცია რაიან შერკისა და გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობით, რომელიც მეცის ყოფილმა ფეხბურთელმა გოლით დააგვირგვინა. მოედანზე 1 წუთით ადრე შესულმა ქართველმა ფრანგი თანაგუნდელის ჭკვიანური პასი მიიღო. ბურთი მკერდით იდეალურად გააკონტროლა, შემდეგ კი აუღებელი დარტყმა გაუშვა. წერს ფრანგული გამოცემა. მიქაუტაძეს კონკურენტები უსმან დემბელე, მორგან სანსონი, ამინ გური და მაიკლ ფოფანა არიან. გამოკითხვა ლეეკვიპის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის უფლება მხოლოდ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებელს აქვს. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ლიონის მაისურით 31 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა. ამასთან ქართველმა შემტევმა ევროპა ლიგაზე 11-ჯერ მოირგო ლიონის მაისური და 4 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა თავი. პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. კვარამ ახალ გუნდში ადაპტაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა რაც მოხდა. ფიქრობ ურთულესი რამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაა, რომელიც შეიძლება მთავარი მწვრთნელისთვისაც პრობლემა იყოს. ზამთარში ტრანსფერის შემთხვევაში ადაპტაციისთვის მცირე დრო გაქვს, მაგრამ კლუბის პრეზიდენტის, გუნდის თავკაცის, პერსონალის, სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების დამსახურებით, რომლებმაც თბილად მიმიღეს, ეს პროცესი მშვენივრად გავიარე. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მხარდაჭერა მეხმარება მოედანზე უკეთ გამოვიდე. ის ფაქტი, რომ გულშემატკივრებმა ასე სწრაფად მიმიღეს და თავს ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ, მოედანზე ჩემი ადგილის პოვნაში მეხმარება და ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რათა მაქსიმალური შედეგი მივიღო. კომაგებისგან პირველივე მომენტში უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი. შემდეგ კი, როდესაც მოედანზე გავედი, მივხვდი, რომ ბედნიერი ვიყავი და ამავდროულად თავი დიად ფეხბურთელად ვიგრძენი. ეს ყველაფერი კლუბის დამსახურებაა. PSG-ს შეუძლია ისე მიგიღოს, რომ საკუთარი თავის ირწმუნო და როგორც ფეხბურთელმა შენი თვისებები დაინახო. ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ ტოპ მოთამაშე დიდ კლუბში გადავედი. ეს ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კლუბის დამოკიდებულება გადამწყვეტ როლს თამაშობს. კვარამ მოახლოებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა, რომელსაც მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე არსენალის წინააღმდეგ გამართავს და განაცხადა, რომ PSG-ს ერთი უპირატესობა აქვს. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგა უდიდესი საფეხბურთო ტურნირია და მასში მონაწილეობის მიღება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ყველას უნდა, მაგრამ ეს ძალიან ძნელია. ნახევარფინალში გასვლაც რთულია და სახელი ჩემპიონთა ლიგა ყველაფერზე მეტყველებს. ეს ჩემპიონებისთვის განკუთვნილი ტურნირია და მის მოსაგებად საჭირო უნარები ნებისმიერ გუნდს აქვს. ჩვენს თამაშზე ფოკუსირებული უნდა ვიყოთ და თითოეულ მატჩსა და მომენტს კონცენტრირებულები შევხვდეთ. როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს უმიზნებ და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში საკუთარი კომაგების თვალწინ გოლი გაგაქვს, საოცარი შეგრძნებაა. ასტონ ვილასთან გოლი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სასიხარულო და ემოციურია მათ შორის, რომლებიც გამიტანია. ძალიან გახარებული ვიყავი. იმედია უფრო ლამაზ და მნიშვნელოვან გოლებს გავიტან. კიდევ ერთი ინგლისური კლუბი მეტოქეთ. ერთი მხრივ ეს კარგია, მეორე მხრივ არც თუ ისე, რადგან ჩვენ თამაშს სწავლობენ, თუმცა ჩვენც იმავეს ვაკეთებთ. მათ მატჩებს აქტიურად ვაკვირდებით და ლივერპულთან და ასტონ ვილასთან გამართული შეხვედრების შემდეგ ინგლისური ფეხბურთი უკეთ გვესმის. მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ყველაფერი გავიღეთ და ვფიქრობ ის ფაქტორი, რომ ლივერპულსა და ასტონ ვილასთან ვითამაშეთ, არსენალთან დაგვეხმარება. ურთიერთობა ლუის ენრიკესთან. ფეხბურთელის კარიერაში მწვრთნელს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აქვს. ყველაზე მეტად რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, მისი ხასიათი და ფეხბურთისადმი გამოჩენილი მოპყრობაა. ის გაგრძნობინებს, რომ როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა კლუბისთვის და ფანებისთვის მაქსიმუმი უნდა გაიღო. ის უდიდესი პატივისცემით გექცევა და იცის რა უნდა. ვიცით როგორი მწვრთნელია, მაგრამ მისმა ადამიანურობამ, მისმა ფეხბურთელებთან კომუნიკაციის უნარმა და ფეხბურთის ამბების გაზიარების მანერამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ კლუბში მასთან ერთად ვარ. ინგლისის პრემიერ ლიგის 34 ტურში ლივერპულმა ტოტენჰემი 5-1 გაანადგურა და ჩემპიონობა 4 ტურით ადრე გაინახდა. მერსესაიდელთა ტრიუმფის შემდეგ ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ
სტატია გამოაქვეყნა და წითლების თითოეულ პოზიციაზე შექმნილი ვითარება დეტალურად განიხილა. ბუნებრივია სტატიის ავტორის ფილ მაკნალტის ყურადღების ცენტრში მეკარის პოზიციაზე გაჩენილი კონკურენციაც მოექცა. BBC-ს ჟურნალისტის თქმით, ალისონი ნომერ პირველი გოლკიპერი უნდა იყოს. გიორგი მამარდაშვილი კი მისი მთავარი კონკურენტი. ალისონ ბეკერი 32 წლისაა, რაც მეკარისთვის დიდი ასაკი საერთოდ არაა და ბრაზილიელს მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერის წოდებაზე სერიოზული პრეტენზია აქვს. თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, ალისონი მომდევნო სეზონშიც ლივერპულის ნომერ პირველი მეკარე იქნება. გიორგი მამარდაშვილი კი ძლიერ კონკურენციას გაუწევს. ეს ნიშნავს იმას, რომ კელეჰერი გუნდიდან გარანტირებულად წავა. მას როგორც მეკარეს, რომელმაც პრემიერ ლიგაში ხარისხი და სტაბილურობა აჩვენა, ბევრი მსურველი ეყოლება, წერს BBC. დაწერეთ თქვენი კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ალისონი ძალიან დიდი მეკარია, აქვს ძალიან მაგარი თვისებები, თუმცა ვფიქრობ, რომ გიორგი მამარდაშვილი შეძლებს და დაიკავებს მის ადგილს. დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრები. მე კი გემშვიდობებით და აბა, წარმატებები.